მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიკითხო უცხოეთში მყოფი ქართველები, ის ადამიანები, ვისაც გიჭირთ რამ ძალიან ბევრი პრობლემა მოგროვდა ადამიანის თავს და რაღაცნაირად აი ღმერთს თხოვოთ, რომ რაღაცნაირად გადაგვატანინოს ღირსეულად, აუცილებლად ჩვენი გადასატანია ის ტკივილი, ის მწუხარება, რა თქმა უნდა, პატიმრებს განსაკუთრებით, რომ რაღაცნაირად უფალი შეგვეწიოს, თხოვოთ აუცილებლად რაღაცნაირად, რომ ეს იქნება აუცილებლად ადამიანი გაჩნდა და მასთან ერთად დაიბადა დარდი, დაიბადა ბოროტი და ის ბოროტი კიდე მას აი ესე აწვალებს და გაგვაძლებინოს და გადაგვატანოს ღირსეულად, იმიტომ რომ ჩვენი გადასატანია მაინც რა და აუცილებლად უფალი დაგვეხმარება და აი ამისათვის აუცილებლად მამა დავით რუხაძე მოვიწვია ადამიანი, რომელიც იშვიათად სტუმრობს ხოლმე, მაგრამ ძალიან სასიამოვნო სტუმარი ხართ, მამა, ჩვენც დაგლოცეთ თუ შეიძლება. ღმერთმა დაგლოცოს ჩემო გიორგი და მივესალმები მაყურებელს და ყოველივე სიკეთე, სიხარული და გამარჯვება ჩვენ ქართველ ერს და თითოეულ თქვენთაგანს. დიდი მადლობა მამაო და სხვათა შორის ძალიან მიყვარს თქვენი ის რომ სადაც ერს ჭირდება ყოველთვის იქ ხართ ხოლმე და მადლობა ამისათვის ეს პირდაპირ ეთერში მინდა რომ ცოტა გითხრათ იმიტომ სადაც ვიყავი ყველგან გნახეთ და მადლობა ამისათვის და მამაო თუ შეიძლება რომ აი ადამიანის სულისკვეთება ხაი შობის მარხვა არის რაღაცა აი ამდენი შფოთი ბოროტი ესე იბძვის რაღაცა როგორ უნდა როგორ უნდა გადავიტანოთ ეს ყველაფერი ღირსეულად მამაო რა ტკივილებს ბიც ადამიანს ელის რა ზოგადად მართლმადიდებელი ქრისტიანის ცხოვრება, ჩემო გიორგი, არ არის ესეთ იავარდით მოფენილი, ვიცით ახლა ჩვენ რომ ადამიანი მithumetes ახლა მოდის ტაძარში გარკვეული ტკივილებით. გარკვეული ტკივილს მოყავს ძირითადად ვამბობ მე რომ გარკვეული ტკივილებით მოდის ადამიანი ტაძარში. გარკვეული განცდით მოდის ტაძარში, იქ ეძებს ნუგეშს. ვინ უნდა მისცეს, ცხადია უფალმა. მაგრამ ამ გზაზე მას ჭირდება მეორე ადამიანი მოძღვრის სახით, რომელმაც მას უნდა მისცეს სწორი ორიენტირი. ამის მოძღვრობა ამისთვის არის საჭირო. აი ამ სწორი ორიენტირების მიცემაში ჩვენც ღმერთმა გაგვაძლიეროს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ ტკივილებით მოდიან, პრობლემებით მოდიან ჩვენთან, ჩვენ რა თქმა უნდა გავუგოთ და ამ ყველაფერში თანადგომა გამოუცხადოთ. ცხადია ამაში ჩვენ გვეხმარება თვითონ ჩვენი ძვირფასი წმინდა სწავლება, წმინდა წერილი. რაც არის საფუძველთა საფუძველი ჩვენი სულიერების, ჩვენი მსახურების. რამე თუ მაცხოვარი ბრძანებს იოანე მახარებელის სახარებაში, ეს საოცრად მიყვარს მე ეს ადგილი სახარებიდან, როდესაც მაცხოვარი მოციქულებს ესაუბრება, ასეთ რამეს ეუბნება, რომ უკეთო სოფელი გძულობს თქვენ უწყოდეთ რა თქმა უნდა პირველად მე მომიძულა აი ნახეთ ფორმულა ეხა აი ძალიან ბევრ ადამიანს არ უნდა რომ რაღაცა პრობლემები ქონდეს ჩვენ გვინდა რომ რაღაც კარგად ვიყოთ კომფორტულად ვიყოთ და აი რატომღაც ბევრს გონია რომ მე ეკლესიაში რომ მოვედი და დავიწყე სულიერი ცხოვრება აი ყველაფერი დამილაგდეს და რაღაც მე რო ირევა რაღაცები უკვირთ ხოლმე რატო აი რაღაცა ეკლესიაში რომ მოვედი მაშინ ამერია ყველაფერი იქიდან რაღაცა მე პრობლემები წამოვიდა აი მაცხოვარი სწორედ აქ არის აი ამ სახარების ამ ადგილში სწორედ აი სწორი განმარტება აი როგორ უნდა ვისწავლოთ ჩვენ აი ამ პრობლემასთან და განსაცდელთან ცხოვრება და გამკლავება და დაძლევა ამ ყველაფრის რომ მაცხოვარი გეუბნება უკეთო სოფელი გძულობს პირველად მე მომიძულა რამე თუ არა ამ სოფლისაგანი ხართ თქვენ არამედ მე გამოგირჩიეთ თქვენ სოფლისაგან ამისთვის ძულ თქვენ სოფელსა ესე იგი თუ შენ გინდა რომ იყო ქრისტეს მიმდევარი გეუბნება მაცხოვარი მაშინ შენ მზად უნდა იყო რომ ამ გზაზე შენ იქნები დევნაში იქნები შევიწროებაში იქნები სხვადასხვა პრობლემებით ახსავსე მაგრამ მე გამომყევი და ბოლო კეთილი იქნება აი ჩვენ უცბად გვინდა რაღაცა არ ვიყოთ ამ რაღაცა არ გვინდა ადამიანს საერთაშორის ერთ-ერთმა წმინდა მამას აქვს ეს რამე ნათქვამი რომ
აი, როდესაც აქ ადამიანს იმისკენ ტოლვა, რომ აი არ უნდა მას პრობლემა, უნდა რომ რაღაც ესეთ კომფორტულ გარემოში იყოს, რაღაცა ის სულიერი გარემოც რაღაც კომფორტი შეიქმნას, რაღაც ლოსვის ყველაფერი, ხო? ადამიანს ვაკო ქვეცნობიერი ტოლვა იმ ძველი ადგილისაკენ, რომელიც ჩვენ დაკარგული გვაქვს. ანუ 60-ეული ყოფაში უნდა ყოფნა, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვს დედამიწა 60 არ არის, ხო? ამიტომ სანამ იქამდე მივალთ, აი ეს გზა უნდა გავიაროთ ჩვენ. რაც გაიარა მაცხოვრმა და აი ღმერთს რომ ადამიანის გამოხსნისათვის, ანუ წინა საუკუნო განგებულება ადამიანების გამოხსნის, რომ სხვანაირად ჩაფიქრებულიყო და ასე არაც მაცხოვრს გაევლო ეს გზა, ხო? მაცხოვრი ჩვენთვის იქნებოდა რაღაცა მიუწვდომელი, რაღაცა უცხო, მაგრამ ამიტომ არის ჩვენთვის მაცხოვარი ახლობელი ძალიან და ამიტომ გვიყვარს ჩვენ მაცხოვარი და გვიყვარს ღმერთი, იმიტომ რომ ღმერთმა გაიარა ეს გზა და გითხრა რომ მე გამომყევი. აი შემომიდექინ მე. აღიან ჯვარი შენი, უარყავ თავისთვის, აღიან ჯვარისთვის და შემომიდექინ მე. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ზოგჯერ ადამიანისთვის მარტო რომ გაუმკლავდეს სხვა განსაცდელად. ჩვენ ვიცით, აი ძალიან ბევრი პრობლემაა ერში. უსიყვარულობა, გაუტანლობა, რაღაცა ერთმანეთსთან არაკოლეგიალობაც, ბევრი პრობლემა, ეგოიზმი, ძალიან ბევრი და ეს უკვე ჯაჭვი როგორც მაგალითად სიყვარულია გადამდები, ისე ეს ცუდთვისებებიც გადამდები და როდესაც აი ადამიანი გაწყდება კედელს. აი მივიდა რაღაცა თვითონ არის გახსნილი ადამიანი, მოსიყვარულე და წაასწა რაღაცა კედელი დახვდა. დაახტა კედელი სიძულვილის, დაახტა კედელი რაღაც ესეთი გაუცხოების, ხო? უცბად რაღაცა პირობდი, მე წამოვიდა სხვაგან იქაც ესე დახვდა და ბოლოს ადამიანი ჩაურკვე განსასწრელში ვარდება, რომ ნუ თუ ვერ ვიპოვი მე რაღაც გამოსავალს აქედან. აი სწორედ ამ გამოსავალს თავაზობს დედა ეკლესია. ის სწავლება, ის მაცხოვნებელი სწავლება, რასაც დედა ეკლესია გვასწავლის ჩვენ, რომ ამ ყველაფრით, როდესაც ადამიანი განსასწრელებს გადის და თითქოს აი ასეთ ფიქრშია, რომ აღარ არის ხსნა თითქოს, აი გამოხსნა აღარ არის. აი ამ დროს უნდა ახსენოს ქრისტე მაცხოვრის სახელი მოუხმოს შეათ მის ცხოვრებაში უფალს. ამიტომ იყო წმინდა მამები და აი ბერები იესოს ლოცვას ხშირად იმეორებდნენ, რომ იესოს ლოცვას აქვს საოცარი ძალა, რომ ადამიანი დაუახლოვდეს ქრისტეს. რაც ხშირად ახსენებს შენ უფლის სახელს, ამაოდ არა რა თქმა უნდა, საჭიროებისათვის, რომ შენ გიჭირს და უფალო მეჭირს და ჩემთან იყავი. აი მით მეტად იგრძნობს ადამიანის მარტო არ არის. მაგრამ ხშირად ისევ ვიმეორებ ადამიანს ჭირდება მეორე ადამიანის თანადგომა და სწორედ ეს არის, აბა რისთვის გვინდა ადამიანები რისთვისა ვართ, მაშინ ერთი ადამიანი იქნებოდა სამყაროში ცალკე კუნძულზე და იცხოვრებდა, ხო? ადამიანების საზოგადოება იმისთვის ვარ ჩვენ რომ საზოგადოების იმ წევრს, რომელიც რაღაცას საჭიროებს, ჩვენი თანაგრძნობა გამოუცხადოთ და არ ვაგრძნობინოთ, რომ ის არის მარტო ამ თავის გასაჭირში. აი ეს არის საზოგადოების პრობლემა, რომ ყველა თავის პრობლემებით არის დატვირთული დღეს და ჩვენ ერთმანეთი არ გვახსოვს. ერთმანეთს ვერ ვხედავთ ჩვენ. ერთმანეთი რომ დავინახოთ, ამისთვის საჭიროა ჯერ ქრისტე გავიცნოთ. აი სწავლება გავიცნოთ ჯერ. როგორი იყო მაცხოვრი, იყო წმინდა მამები, როგორი იყო ისე მასის თავის თავს არ ეკუთვნოდნენ და შენც უნდა ჩაფიქრდე, რომ აი ესეთი მაგალითები რომ აქ მე, რატომ უნდა ვიყო მე სხვანა, რატომ რომ ბაძვიდე მე იმ დიდ ადამიანებს, რომლებისთვისაც ერთ რამე დღირდა ადამიანებთან ურთიერთობა. აი მაგალითად ეხა იოანე მოწყალე. აბა ხო თვითონ იჯდა ადამიანი ეხა პატრიარქი კაცი და არიგებდა მოწყალებას საკათედრო ტაძრის წინ, ხო? მას შეძლო სხვისთვის დაევალებინა იგივე, მაგრამ თვითონ პირად იმდენად უყვარდა ადამიანებთან ურთიერთობა, რომ აი თვითონ აკეთებდა ამას და სამხელა მაგალითი იყო სხვებისთვისაც. ასე რომ თვითონ ჩვენთაგანს აი მოძღვრებს რიგით ადამიანებს ერთი დიდი მისია გვაქვს, რომ კი არ გაურთულოთ სხვებს ცხოვრება, გაუადვილოთ ცხოვრება. ხო ეს ჩვენ ვერ ხვდებით მამა, გაუადვილო, შენ იქცე მისთვის რაღაცა ხიდა, შეიძლება შენს გიჭირს რაღაც. აი მე მაგალითად ხშირად მქონია მეც ესეთი მდგომარეობა, რომ აი ძალიან მიჭირს, ეხა არის ახლა адам მოძღვარი ვარ, მაგრამ მეც ხომ ადამიანი ვარ, რაღაცა მჭირდება მეც რაღაცა ვიზარ ნუგეში. ხო, რა გქონიათ ხო, აი როდის ყოფილა ხოლმე, რომ აი
თქვენც გდომებიათ, რომ იმიტომ რომ ხშირად მამა მოძღვარი გონიათ, რომ მოძღვარს არაფერი არ უჭირს და კითხვა რომ გდომებია, რა ნეტა მეც მკითხოს, რომ სიტყვაზე რამე ხომ არ გიჭირს. ამ შემთხვევაში მამა რამე ყოფილა და როდის უჭირს ხოლმე ეს სიტყვაზე მოძღვარს, ხშირი შემთხვევა არის, რომ ჩვენ ვერ ხვდებით ერის ხალხი რა. ამ შემთხვევაში მამა როდის უჭირს ხოლმე მოძღვარს, თუ შეიძლება რომ ეს გითხრათ, რა პირადი რაღაცნაირად პირადი კითხვა, მაგრამ ძალიან ყურაცავია. ძალიან ხშირად ხდება ესეთი მომენტი, რომ არის სხვადასხვა გეუბნებით, ახლა არის რაღაც სხვადასხვა პრობლემები გინაყოფითი. გინდაც არის რაღაც მომენტები, როდესაც ადამიანს ახლა მარტოობას გრძნობ მაგალითად, ხო, შინაგანად ახლა რაღაცნაირად დაცლი. გრძნობ რაღაცა იმას, რომ დაუშვათ შრომობ შენ, დაუშვათ მრევლთან, მაგალითად მე მქონია რაღაც ეს შემთხვევები, რომ ადამიანს ასწავლი ყველაფერს სულს და გულს დებ და ის მაინც რაღაცა ერთ ადგილს ვკეპნით. ასეთ შემთხვევაში ცოტა გულნატკენი ვრჩები ხოლმე. რა თქმა უნდა, ჩვენ გვიყვარს მაინც ადამიანები და ბოლომდე უნდა დაუდგე, მაგრამ ეხლა როგორც ადამიანურად ეს ხო გულსატკენია, რომ ადამიანში რაღაცა სულს და გულს ჩადებ და ამ დროს არათუ დაუშვათ ამას გაითვალისწინებს, არამედ რაღაცა სხვანაირად მოიქცევა. ხო? და ბევრი რაღაცები მათ შორის და ასე დროს რა თქმა უნდა ჩვენ გვჭირდება გამხნევება და ჩვენს გვინდა ესე იგი ერთგული ადამიანებისგან შეძახილი, რომ არა უშავს კაცო, დღეს არ გამოგივი და ხვალ გამოგივა. ეხლა რაღაცა არ იმედგაცრუება, ხვალ შეიძლება ეს ზესავით გამოვანათოს რაღაცა წარმატებამ, ხო? ანუ ჩვენი ცხოვრება სულ ესე იგი მუდმივად სავსე არის განსასწრებით და შემდგომ შედარებით ესეთი პერიოდით, რომ უნდა სწრაფად წამოდგე და გზა გააგრძელო. იმიტომ რომ შენ გიყურებს სხვა. მე მაგალითად ჩემი თავს ესე მithქვია, რომ ჩემს უკან არის ერი, ხო? ის სამრევლო, რომელსაც მე ვეკუთვნი და მე ვემსახურები, ხო? ანუ ადამიანებისთვის ჩვენ მაგალითები ვართ. მე რო წავიქცე სიტყვაზე ღმერთმა დამიფაროს. რა თქმა უნდა ეს იქნება ცუდი მაგალითი, ხო, ჩემი მრევლისთვის და მე რო ფეხზე ვიდგე და მხნეთ ვიყო, სხვაებიც მხნათ იქნებიან, ვინც მე მიყურებს. და ერთობაში ჩვენ ქრისტეს უყურებთ. მოძღვარი არის ადამიანის ქრისტემდე მიმყვანი და არა საკუთარ თავთან და ჩვენ ყველანი მაცხოვარს უყურებთ, ქრისტეს უყურებთ. და დასაწყისში ვთქვი, რომ ზუსტად მე ეს ჩემთვის სახარების ეს ადგილი არის ძალიან დიდი ნუგეში, რომლის ციტატაც მოვიყვანე, რომ მაცხოვარმა გაიარა გზა დევნის, შევიწროების, დამცირების და ბოლოს საშინელი კაცობრივი ბუნებით განიცადა მან ჯვარცმით სიკვდილი. ეს იყო ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, უპრეცედენტო რამ, წარმოგიდგენთ, ღმერთი ჯვარზე მოკვდა კაცობრივი ბუნებით, ჩემთვის. და რამხელა პასუხისგებლობა მეკისრება მე. ჩემთვის მოკვდა ღმერთი და სისხლი დაღვარ, ანუ პავლე მოციქული ბრძანებს ასე სიტყვით, რომ თქვენში დიდი ფასია გადახდილი, ანუ სისხლით ხართ თქვენ გამოსყიდულები და თქვენ არა გაქვთ უფლება, რომ რაღაცნაირად ისე მოეშვა და რაღაც ხანაკით გადაიხარო, ხანაკით გადმოიხარო. ჩვენ უნდა ვიაროთ ერთი სამეუფოო გზით. ეს სამეუფოო გზა არის ქრისტეს გზა. ის გზა რაც გაიარეს მოციქულებმა, გაიარეს წმინდა მამებმა, მართალმა დიდმა მამებმა მანამდე და ეს ჩვენ ყველაფერი მზამზარეული მოგვეცა ჩემო გიორგი. აბა. არაფერს ახალს გამოგონება არ ჭირდება. უბრალოდ ეს სისტემაში მოყვანილია, ყველაფერი დამას ჭირდება. ჩვენი საქმით საქცელი და იმ სიყვარულით აღსრულება, რასაც მოითხოვენ ჩვენგან ჩვენი დიდი წინაპრები და მათაც ჰქონდათ ეხა ვისთვის და ეხა უპრობლემო დრო არ არსებობს, ხო, ეხა ყველა დროს ჰქონდა თავის გამოწვევები. არ არსებობს ეს დრო, ეხა ჩვენ სხვა გამოწვევები გვაქვს, მათ სხვა გამოწვევები ჰქონდათ. დრო არ იყო საქართველოს ისტორიაში, რომ დაძაბულობა არ ყოფილიყო. იმიტომ რომ ჩვენ ზოგადად ერთხელ მისმა უწმინდესო ბრძანა ასეთი რამ, რომ ზოგადად ქართველი კაციო ესეთიაო, დიდ ბუნებოვნები ვართო, მაგრამ ამ პარტავნებას გაუსვა ხაზი, რომ ეს დიდი ნაკლი რო არ გქონდესო ჩვენო. იმიტომ რომ ყველას თავისთვის უნდა რაღაცა, ყველა რაღაცა ნიშა უნდა დაიჭიროს ვიღაცა, მე ვარ დაუშვათ. სიტყვაზე ვამბობ, ეროვნულობის ნიშა მე მიჭირავს, ან ისიც ახის მე მიჭირავს და თუ რაღაცა გავერთიანდეთ დალოცვილო, რაღაც ერთი საქმე გვაქვს, ერთი სიყვარული გვაქვს. მithumet როცა ერთი საერო საქმეა გასაკეთებელი. შეიძლება მე და შენ სხვანაირად ფიქრობთ, მაგრამ კონკრეტულად რომ მოდის რაღაცა საკითხი, რომ ესა იქ უკვე შევჯერდეთ და მოდი ერთად ვიბრძოლოთ. ხო, ჩვენ ხშირად ეს მომენტი ღალატობს ხოლმე, აქ არ ვიცით. ხო, ვერ ვერთიანდები და ამიტომაც აი მტერი ზოგადად სარგებლობა ჩვენია მაიმთვისებით, რომ ინდივიდუალურად ყველა ქართველი რაღაცაში ნიჭიერია, მაგრამ აი როდესაც რაღაცა ეს ნიჭი რო შეკრად ერთ დიდ ენერგიად აქცია, აქ ცოტა გვიჭირს ხოლმე და
ერთაინებოს რომ ეს ნიჭი მოგვცეს უფალმა და ვილოცოთ თუ არა გვაქვს ეს ნიჭი რომ სხვა შეუერთოთ დავშოთ მე რაღაცა ვიცი ხო მოდი იქნებ სხვა ჩემზე მეტი იცის რაღაცა იმას ვერ დავუშვებს ქართველი მაგას გონია რომ ანიცის და უბრალოდ იქ მორჩა სხვა ჩემზე მეტი იცის იმას შევეკითხები რაღაცას და ერთობლივად რა კარგ საქმეს გავაკეთებ ხშირად ხდება ხოლმე მამაო რომ ეხლა ჩვენ ხო ერთ საქმეს ვაკეთებთ რა და განსასწრებიც იმიტომ ეშვება ჩემო გიორგი ჩვენ დამაზე დავიწყეთ აი ძალიან ბევრი პრობლემაა დაგროვილი ერში ხო აი თუნდაც აი სხვადასხვა პრობლემებით არის ხალხი განსასწრების მაშინ მოდის როცა შენ ვერ სწავლობ იმას, აი შენ მეორე ადამიანს ვერ ამჩნევ. იმას უჭირს რაღაცა, ხო? რაც შემიძლია მივალ და რაღაცით შევეწევი. თუ ფული არ მაქვს, სიტყვით თანაგრძნობას გამოუხატავ. გავყვები მაინც, სად ვეტყვი, მოდი გამოყვები, რაღაც ხო გჭირდება შენ. აი ხშირად არის ჩვენ რაღაც ისე ვარ ჩაკეტილები, რომ ვერ ვამჩნევთ და ასე დროს მე შენზე რო გადმოვა ეს ყველაფერი და გრძნობ ამას რო აი დავშოთ, აი აბა როგორ გავამკლავდები მარტო რო რჩები. აი უკვე მე ადამიანი რაღაცა დარდი მოდის გულში რაღაცა ფიქრობ აი მარტო დავრჩი რატო არ ესე იმიტომ რომ შენ თავის დროზე სხვას აბა დაფიქრდი რატო ხარ რატო დაუშვე ღმერთმა განსასწრელი იქნებ შენ თავის დროზე სხვას რაღაც არ გაუწეი სათანადო თანადგომა ვერ დაუდექი გვერდით შეგეძლო და არ გააკეთე და მე აი აბა როგორი ყოფილა და ამიტომ არა ღმერთი გზრდის ჩვენ ამით გვასწავლის ცუც კი არ გვიკეთებს აი მამების ფორმულა წმინდა მამათა ფორმულა ღმერთი ყველაფერს აკეთებს ადამიანის სასიკეთოდ ის განსასწრელს რო ეშვება და ის ნეულება, ტკივილი, დარდი რაღაც ყველაფერი ეს არის ჩვენთვის. დრო რო გადის მე რო გებულობ, თუ კარგი ყოფილა თურმე. თურმე რაღაცაში ეს ჩემთვის საჭირო იყო. მაგრამ იმ მომენტში გვიჭირს, აი ადამიანურად, ეხა იმიტომ რომ ეხა ხორჩი მყოფები ვართ მაინც და ბუნებრივ ადამიანს ეხა მაინც არ უნდა, ხო გეუბნებით ეხა დასაწყისში ვთქვა, თითქოს ქვეცნობიერი ლტოლვა გვაქვს იმ ჩვენი მძველი ადგილისაკენ, რომელიც თავზოზე ჩვენი ვეცოდით დავკარგეთ, ხო? მაშინ ადამიანს არც პრობლემა ქონდა, არც დარდი იცოდა უკვდავად შექმნა ღმერთმა ადამიანი, ხო, მაგრამ უთხრა რომ კონკრეტული კურთხევა შეესრულებინა. მაგრამ არც იმაში დაუჯერეთ. და მე უკვე რა თქმა უნდა, მაგრამ შემდეგ უკვე საუკუნეების განმავლობაში მოხდა იმ წინა საუკუნო დიდი განგებულების აღსრულება, რაც ღმერთმა თავიდანვე ჩაიფიქრა. მაინც არ დატოვა ადამიანი. უმწეო მდგომარეობაში ჩვენ დღეს ბედნიერები ვართ, აი ქრისტეშობა გვიახლოვდება. დეკემბრისთვის საკმაოდ დატვირთული არის დღესასწაულებით, რომ აქედან მიგვანიშნებს უფრო ცოტა ისეთი მხიარულ მარხვასაც უწოდებენ ბჭყალებში ჩვენი წინაპრები უწოდებდნენ ამ მარხვას, რომ ჩვენ ქრისტეშობასთან გვაახლოვებს და სავსეა ეს პერიოდი შობის მარხვისა დღესასწაულებით, დიდი წმინდანების ხსენებით, რომ რატო რომ გვაახლოვებს ეს ყველაფერი დიდ სიხარულთან, რას თავზეზე სამყარომ განიცადა ქრისტეშობით, რომ დაიბადა სამყაროს მხსნელი, რომელსაც აი მთელი 1000 წლეულები როცა ელოდა კაცობრიობა ამ გამოხსეს, აი ეს ისტორიული მომენტი დადგა. ბევრმა დაინახა, ბევრმა ვერ დაინახა ქრისტე დღესაც ესეა. ზოგი ხედავს ქრისტეს და უნდა მის გზაზე სიარული, მიუხედავად იმისა, რომ ამ გზაზე მას ექნება განსასწრელი, ტკივილი, მწუხარება, დარდი. უნდა ქრისტესთან. ზოგ კომფორტი და რაღაცა სუფიფუნებისკენ მილტვის რაღაცა უნდა უფრო მოიწყოს ცხოვრება. კი ბატონო, ამას ღმერთი არ გვისმენ, გეუნება რომ თუ მე დამკარგავ, მე შენი ცხოვრება აირევა. თუ მე მიპოვი შენი ცხოვრება წავა იმ კალაპოჩში რომ მე შენ სამშვიდობოს გაგიყვან. მამო, ეხა ის სიმართლე გითხრათ, მამო, ეხა მე რას ვამბობ, რომ ეხა მაინც ჩვენ რომ ამობთ ხოლმე დარდი ექნება რაღაცა. ამ შემთხვევაში, მამო, დარდი და ის ყველას აქვს, იმ უზრუნველად ვინც არის, იმასაც აქვს დარდი. უბრალოდ, მამო, აი აქ რა არის, აი ქრისტიანობას რა გააჩნია, რომ აი ადამიანებმა იცოდე, რომ ვიღაცას გონია, რომ ანუ არ ეგონოს, რომ ქრისტიანი რომ იქნები დარდი მოდ. დარდი კი არ მოდის, უბრალოდ გძნობი არის ხარ უფრო გძნობ ამ ქვეყნიურ პულს, ამ ქვეყნიურ ტკივილს და ყველაფერს და განიცდი თეთრ აი პატრიარქმა თქვა ადრე რომ თეთრს და შავსო ანსხვავებო და შავი ფერები უფრო მეტია ამ ქვეყნათო და გძნობ ამას და ეს ტკივილით არის ახსავსე და მე თან ბოროტი გებძვის რაც უფრო მეტად მიდიხარ ქრისტესკენ ის უფრო გტკენს მამაო და უფრო ის თორე იმ დიდარსაც აქვს იმ ვითომ რო გონიათ რომ უზუნველია იმასაც აქვს ეს ტკივილები და თან ეს ყველაზე მთავარი ის არის ყველაზე დიდი ტკივილი ის არის უგუნური როცა ხარ რო ვერ გძნობ ირგვლივ რო სიტყვაზე გაჭირებულს რო ვერ გძნობ და ვერავის ეგ ყველაზე დიდი ტკივილია საერთოდ რო იცოდეთ ხახნო არ გეგონოთ თუ რაღაცა
პირიქით აქ უფრო ცოცხალი ხარ და რაღაცნაირად პროცესში ხარ ჩართული რა, რომ გძნობ იმ ტკივის არ ჩენს ირგვლივ ხდება იქ ვიღაცას უჭის, რაღაცა გძნობ, აბა ეხლა რაღაც გაზულუქებული რო ხარ და რო ვერ გძნობ, ეგ არის კაი, ეგ არ არის კარგი და ქრისტიანობას ეგ აქვს, გზნობელობა არის მაღალზე აწეული და ქრისტე არის შენში, რომელიც ტირის მათზე და შენ მასთან ერთად ტირი ხარ და ეგაა ყველაზე მთავარი და მამაო თუ შეიძლება რომ აი ისა რა ქვია ამ შემთხვევაში მამაო აი ჩვენ მამაო ადრე ქრისტიანებმა ის იცოდნენ ეს ტკივილი ისინი და ღიმილი იყო რაღაცა დღეს დაიძაბნენ მამაო ადრე ხო ისა რა ქვია ქრისტიანებსო ღიმილზე ცნობდნენო ქუჩაშიო და წარმოიდგინეთ მამაო რომ ეს ყოღიმოდათ განათებული სახე და დღეს მამაო რაღაცა ჩაქვრა ეს ღიმილი აი რატო გამატერიალისტ და ადამიანი ამ ქვეყნიურზე მეტად არის დამოკიდებული თუ რატო თუ შეიძლება მამაო აი ამასთან დაკავშირებით რა სიტყვით აი რატო მოიწყინა აი როგორ შეიძლება ეხა იყო მართლმადიდებელი და მოწყენილი იყო ისი არაფრის გამო იყო უხასიათოდ აი ნაზიარები გამოხვიდე და რაღაცა სახე გეკაოს ისეთი და არ გიხაროდეს სიტყვა აი ვერ ხვდები ხოლმე ეგეთ აი თუ შეიძლება მამაო რატო ხდება ეს აი ეს რა პრობლემა მიჩინა აქ თავი ესეც არასწორი სულიერი ცხოვრების შედეგია. ჩემს ადამიანს აქვს რაღაცა შინაგანი პრობლემა. ამ პრობლემაში რაღაცნაირად არის მოხარშული, რომ გამოსავალ რაღაც ისეთ ვერ მოუძებნია გამოსავალი და რაღაცნაირად აი იმდენად არის ამით ასე ვთქვათ ჩაკეტილი ამ თავის თავში რაღაც ის ღიმილიც არ ემეტება წარმოიდგინეთ. ხა ხშირად არის ხოლმე რომ უბრალოდ ადამიანს აი რო შეხედავ და რაღაცა დადებითი განწყობა გექმნება შეიძლება აი რაღაცა თვალებში შეხედო და იმან იგრძნოს რომ შე რაღაცა მისკენ ახარ მით უმეტეს ეხა სახის გამომეტყველება ეხა მაგალითად ღამით განსხვავდება ადამიანი დაუშვათ პირუტყვისგან ხო პირუტს არ ეტყობა არც ტირილი ეხა ცრემლი თუ წამოვიდა ისეც ხას ტკივილისგან მოსდის თორე ხა სახს ეხა ცხენს არ ეტყობათ მაგალითად ისო იცინის თუ ტირის ხო მიმიკა იმიტომ აქვს ადამიანს რომ რაღაც გარკვეულ დროს რაღაცა ეს გახსნა სახე და დაანახო ადამიანს რომ რაღაცა მის მიერ კეთილგანწყობას გამოხატავს ხო ხა რაღაცა ხა ზაკრული რაღაც გრძნობები შორს ჩვენგან მაგრამ აი ესეთი ბუნებრივი რაც არის ადამიანს გაუღიმო და უთხარო აი ნუ რამე მიდის შენი მაგრამ იცი როგორი რაღაცა ნახე რა არის ამის მიზეზი ხა მე ვფიქრობ აი სულის გაუხეშება აი სული როცა უხეშდება შინაგანი სამყარო და ადამიანი სწორად არ წარმართავს თავის სულიერ ცხოვრებას. აი მე რას გულისხმობს არასწორ წარმართვაში. აი შეიძლება ეზიარებოდეს კიდევაც ადამიანი. მაგრამ როგორ გითხრათ, აი არ კონდეს არც საკმარისი ცოდნა, იმიტომ რომ ცოდნა აუცილებელია. ამაზე შევთანხმდეთ. არც საკმარისი ცოდნა და არც საკმარისი ის დაუშვათ სწორი ხედვები, რაც ჭირდება მართლმადიდებელ ქრისტიანს. რაღაცა თვითონ იგონებდეს რაღაცას და მე რამით ეძაბება თვითონ შინაგანი მდგომარეობა, რაღაც მოლოდინები უცრუვდება და იკეტება საკუთარ თავში და მე როგორ აღარ ზღიმილის ხასიათზე, აღარც არავის დანახვის ხასიათზე აღარ და რაღაცა იკეტება თავის ნაჭუჭში. თორე ხა შენი თქმის არ იყოს, აი მაგალითად ეზიარა ადამიანი, ხო, უნდა გასხიოსნებული გამოდიოდეს იქიდან. აი ჩვენ რომ მაგალითად ბარძიმს ვღებულობთ, ბარძიმის წინ მისაღები ლოცვა არის ასეთი, რომ ახსებას ჯულისა და წინას შეხარ ქრისტე ხო და აღავსე სიხარულთა მხიარულებით და გულნი ჩვენი ეს სიტყვებია, ხო? ანუ ლოცვაში ითხოვ ამას, რომ სიხარულთა მხიარულებით აღავსე გული ჩემიო და ხა ზიარებას ეს მოსდევს ცხადე, იმიტომ რომ ქრისტე შემოდის შენში და თუ ადამიანი ჯანსაღად მიყვება ამ ყველაფერს და მას არ აქვს რაღაცეთი გაუხეშებული სულიერი მდგომარეობა ის ბუნებრივად აკეთებს ყველაფერს შეიძლება ბუნებრივად გაიღიმოს შეიძლება ბუნებრივად ემოცია გამოხატოს შეიძლება სხვის სატკივარზე იტიროს კიდევაც დაუჟდეს და ვიღაცამ რაღაცა მოუყვეს პირადი რაღაცა ისტორია საწყენი რაღაცა და მასთან ერთად დაждდეს და იტიროს ესეც ერთგვარი თანაგრძნობა არის მაგრამ განწყობას რა თქმა უნდა ქმნის დადებითი ემოცია ხო? დადებითი რაღაცა ადამიანს ხვდები და ხელს ართმევ ხო პირველი რა არის უღიმი და თვალებში უყურებ. იმიტომ ადამიანს ადამიანი უნდა უყვარდეს. ცხადე ხა როგორც ბრძანებს იოანე ღვთისმეტყველი როგორ თუ შენ ამბობ რომ თუ ამბობს ადამიანს ღმერთი მიყვარს საკუთარი ძმა არ უყვარს ხო ვიცით ეგ ადგილი ხო ხა ძალიან მარტივი რაღაცა მის მტყუარი არისო. თუ ადამიანს არ გიყვარს და ხა ვინძახი რომ ღმერთი მიყვარს ესე არც უხილავი არ ვისაც ხედავ ვის არ გიყვარს და ხუხილავს როგორ შეიყვარებ ხო და ამიტომ რომ ჩვენ ელემენტარულიდან გვჭირდება სწავლა ზოგჯერ ადამიანს შეეჭიდოს ისეთ სიმაღლეებს
აი მაგათ შეიძლება ადამიანმა ანბანი არ იცოდეს და უცბად რაღაცა ენციკლოპედია მიაწოდო, წაიკითხეო, ხო? ამიტომ ჯერ ანბანი უნდა ისწავლოს, მე ტექსტის გარჩევა ისწავლოს, რაღაც აზრის გამოტანა ისწავლოს და მე უნდა მისცეს რთული რაღაცა, აზრი. სულიერებაშიც ესე არის. თუ სულიერ ხე მარტივიდან მე ნელ-ნელა რთულდება და თუ ადამიანს ეგრევე დასაწყისშივე გართულებულად მიიღო ყველაფერი და მან სიმარტივე არ გაიარა რაღაცაი დაუშვათ, როგორც ახლა პატარა ბავშვს ეგრევე ხა მყარსაყვებს ხო არ აძლევენ, ჯერ დედის ძე უნდა მიიღოს იმან და მე მყარისაყვები რაღაც ისეთი ხო? ხა ჩვილ ბავშვს ახლა ხო ის ჯერ იქიდან უნდა დაიწყოს. დალბობილი პური ფრადული მისაბა და გამხმარი. ასევე არის ადამიანის შინაგანი სამყარო, სულიერი მდგომარეობა. რამ უნდა დაალბოს? ღვთის სიტყვამ, გული რამ უნდა დაალბოს? ღვთის სიტყვამ და სწორმა მიმართულებამ აი სულიერ ცხოვრებაში. თუ ადამიანს ეს მიმართულება სწორად არ აქვს, ჩემო გიორგი, ხო ეს იწევს რა თქმა უნდა იქ რაღაცა ხასიათებრივ ცვლილებებს, შფოთს, რა თქმა უნდა შფოთიანი ადამიანი სხვას გაუღიმოს კი არა, საკუთარ თავში არ არის რაღაც ჩამოყალიბებული და იმას სხვას ულა რა აინტერესებს, რაღაცა კი აინტერესებს, მაგრამ თავის თავშია უფრო ჩაკეტილი. აი, იმიტომ პრობლემას ვერ ერევა და იმიტომ და როცა ადამიანი რაღაც სხვანაირად არის, თანაგრძნობის მომენტი აქვს. ჩვენ თანაგრძნობას კიდე ისევ და ისევ ეკლესია გვასწავლის, ხო, თანაგრძნობა. აი, თუ ადამიანს შეუძლია თანაგრძნობის გამოხატვა, ის გაუღიმებს კიდევაც მას. აბა რა. ხშირად ხდება ხო მამები რო აი თვითონ ტკივილი რო ქონდა და რაღაცა და სხვებს უკონა ხა აი აქაც დღეს ახლა სტარცები რო არიან. აი, მაგალითად ყველაზე შორს არ წავალ, აი საერთოდ აი აქვი. შეიძლება ვერც ერთ რაღაცასაც გეტყვი, ბოდიში გაგაწყვეტინე, გიორგი, ღიმილი ხა ნუ შენ პირობითად თქვი, ხა თანაგრძნობა უფრო მგონია რომ შენ მაგათ შეიძლება ადამიანს ახლა იყოს ესეთი პიროვნება, ტიპი ადამიანის, რომ ну ეხლა მაინც და მაინც ახლა არიან სერიოზული ხალხიც, მაგრამ ისეთ რაღაცას გავიკეთებს უცბად, რომ იფიქრებ, რომ აი როგორი გული ქონია ამ ადამიანს, როგორი სულიერი ადამიანი ყოფილა ეს რა და ზოგადად შეიძლება ადამიანი გაგიცინოს რაღაც ისე, მაგრამ თქვა რომ ეს ტყილია, ყალბია რა ეს ყველაფერი. აქაც არის ძალიან დიდი განსხვავებები. აქაც ახლა სახის მიმიკაზე ადამიანს ვერ განსაზღვრო ადამიანს დაუშვათ თანაგრძნობა შეუძლია თუ არა, თუმცა რა თქმა უნდა ახლა აი დადებით განწყობაზე ძალიან მოქმედებს ადამიანის გახსნილი სახე. ბუნებრივია. და არა ესეთი რაღაც შეჭმუხნილი და რაღაც ისეთი ხა ჩვენ რო ყავს ეს პატრიარქზე გამახსენდა მაგ აი რა ვიცი ყველაზე დიდი ადამიანი ვინც კი დაბადებულა ჩვენთვის ახლა ჩვენ აი თან ჩვენ ეპოქაში რომ თვითონ რამდენად ჯანმრთელობი და იმით როგორ ყოფილა ხოლმე და სხვებს რო ლოცავს კიდე შენი გაჭირვებით მიდიხარ და რაღაცა და მე მოდიხარ და ფიქრობ რომ დაუფიქრდები ხოლმე მეთქი აუ გეხვეწები რა დამლოცე რომ კარგად იყო რაღაცა და ადამიანი თავის თავს წარმოიდგინეთ მამა საშო მისი უწმინდესობა იყო სულ ღიმილიანი ხო ეხა ბოლო წლები რაღაცა როცა აი ფიზიკურად ძალიან ესე მდგომარეობაში ან რაღაც თავი აქვს ჩახრილი მაგრამ აი სულ უწმინდეს იყოს თავოწეული და სულ ყველას უღიმოდა და არ არსებობდა რომ მას ვინმე მიეღო და ღიმილის გარეშე და სითბოს გარეშე ვინმე გამოესტუმრებინა უკან აი დიდი მაგალითი გვაქვს ძალიან ხო თან ამხელა მამები მამა ეხა პატრიარქი აი ბერი პაისი აი სულ ღიმილი განათებული სახით ელაპარაკებოდა ყველას მე მახსოვს ის დრო აი ძალიან უწმინდესი კარგად რო იყო აი კარგად ეხლა ღმერთმა კარგად გვიმყოფოს დიდი ხანი მაგრამ აი არ არსებობდა რომ მას ნუგეშით არ წამოსულიყო ვინმე მისგან აი ესეთ უღიმოდა ყველას, აი ესეთი თბილად, ტკბილად ხდებოდა რაღაცა იქ უპატივცემლად არავის უშვებდა საჩუქრის გარეშე არავის არ გამოისტუმრებდა უკან. შანსი არის ხო და არ არის. ახლაც, მაგრამ ახლა უკვე ფიზიკურად ეს არის ჩვენი უწმინდესი ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს მისი თავი. ხო და მამა აი ესეთი დიდი ადამიანები წარმოიდგინე თავისი გაჭირვება ქონდათ ეხა პაისის მაგალითად სიმსიმე ქონდა წარმოიდგინე და სერაფიმ საროველი ავად იყო და საერთოდ ჩემზე როგორ შევაწოხო ღმერთიო და სხვებს ეხმარებოდა და ვიღაცები მეათედი პრობლემით მიდიოდნენ და იმის პრობლემაზე წუხდა ხო აი როგორია მამაო და ჩვენ აი წარმოიდგინეთ მამაო ჩვენ კიდე საერთოდ არავინ და არაფერი თითქოს რაღაცნაირად ამ ეგოიზმიდან გამომდინარე საერთოდ არავის დარჩია შევდივართ იმიტომ რომ გონია რომ ჩვენი დარდი ყველაზე მეტია აი ამას როგორ დაბალი ქრისტიანობის ბრალი დაბალი ქრისტიანული ამას როგორ მოვერიოთ მამა თუ შეიძლება იმიტომ რომ ხშირი შემთხვევა რომ მოიცარა ჩემი თავი გამჭირვებია იტყვის ადამიანი ეგოიზმს ხო ისევ და ისევ ჩემო გიორგი რა ამის მორევა აი ჯერ საკუთარი თავი უნდა გავიცნოთ მოკლედ აი ყველაფერი და ეკლესიური ცხოვრებაც ამით იწყება საკუთარი თავის შეცნობით როდესაც ჩვენ დაინახავ საკუთარ თავს კარგად უკვე მე ვცდილობ რომ აი ეს უარყოფითი რაც გაქვს უკვე ხო ხედავ ხა შენ თავს ხშირად ჩვენ საკუთარ თავებსაც არ ვიცნობთ
ვინა ვართ, როგორები ვართ. გონია ჩვენი თავი კარგი, მაგრამ ამ დროს თურმე ეგოისტები ვართ ხშირად, ხო? აი დაგვიჭერია ჩვენი თავი, გონია რომ რაღაცა მოწყალეები ვართ, თბილები ვართ, რაღაცები ვართ, მაგრამ არა. სინამდვილეში ჩვენში შეიძლება სხვა ვიღაცაც ცხოვრობდეს. ამიტომ ამას ძალიან ყურადღებით ჭირდება საკუთარ თავს ჩაუტარო ადამიანმა კარგი სულიერი ანალიზი, მიხვდე ვინა ხარ შენ ნამდვილად. და რა თქმა უნდა ხო ვიცით რა არის ცუდი, რა არის კარგი, ხო? როცა აღმოვაჩენ ამდენ ნაკლოვანებებს, მე უნდა დაიწყო ამისი აღმოფხრა. შეიძლება გამოგვიდეს შელმა, როცა ცდილობ შენ რაღაცას და რა თქმა უნდა ეკლესიის წიაღში ცდილობ და რა თქმა უნდა მოძღვრის მეთვალყურეობის ქვეშ ამას თან უნდა ახდეს ასევე ლოცვა, თან უნდა ახდეს მარხვა, იმიტომ რომ თვითონ მაცხოვრებს ამის ნათეს არასა და განვალს განან ლოცვითა და მარხვითა, ხო? ვიცით ჩვენ რომ ბოროტი თვისებები რითი უნდა განდევნო? ლოცვით, მარხვით და სწორი სულიერი ცხოვრებით. და რა თქმა უნდა ნაკლებზე მუშაობით, რაც ადამიანს აქვს. საკუთარ თავში აღმოჩენით და მე მუშაობ, როცა ადამიანი ამისთვის შრომობს და დღენიადაკ შრომობს, ისე რომ მიუშვა ერთი დღე და მე ისევ. უკვე ღმერთი გაძლევს იმის ძალას, რომ ჯერ რაღაცა მოერიო პატარაზე შენ ეგოიზმს. მე ნელ-ნელა უკვე სხვისკენ გაიხედავ მე. უკვე იფიქრებ, რომ მოდი საკუთარი თავი კი არა, მოდი სხვა, იმიტომ რომ უკვე შენ ქრისტეს ნაწილი გახდები. როგორც პავლე მოციქულის ამბობს, თქვენ ხართ ქრისტეს სხეულის ნაწილები. აი აქამდე რომ მივიდეს ადამიანი, საჭირო არის აი თავის სულიერი თავის თავში გაზარდოს სულიერი ადამიანი. იმიტომ რომ ეს ერთბაშად არ მიიღწევა, იმიტომ რომ ეს ეგო ჩვევები რა უნდა გქონდეს მაპატიეთ რა. აი რა ჩვევის მატარებელი ადამიანი აღმოაჩენს თავის ნაკლს, მამაო, თუ შეიძლება, აი უბრალოება, აი რომელი არის პირველი რა უნდა გაგაჩნდეს, რომ ამას თავმდაბლობა პირველ რიგში, მე პირდაპირ ვიძახე, თავმდაბლობა, რასაც ჩვენი წმინდა მამები, ძვირფასები გვასწავლიან, ყველას დიდი თვისება ადამიანობის. ესე იგი, როგორც ბრძანებს, როდესაც უდაბნოში გამოცადა წარმოიდგინეთ ხო ვის გაუბედა ეშმაკმა გამოცდა ხო მაცხოვარი გამოცადა უდაბნოში კაცობრივი ბუნებით გამოიცადა მაცხოვარი თორე მას რო ცოდნოდა წმინდა ამბობენ რომ მაცხოვარი თავად ღმერთია კი იცის გაიგო ხმა ნათლისღების დროს რომ ესე არ ძეჩემი საყვარელი მაგრამ მას ბოლომდე არ არის დარწმუნებული რომ მაცხოვარი თავად ღმერთია ღვთისშვილია იცის ყველაფერი მაგრამ აი გაუბედა მას გამოცდა ხო მაცხოვარმა თავი დაიმდაბლა და მიიღო ეს გამოცდა მაგრამ ღირსეულად გადაიტანა და ხო ამბობს წმინდა ესე იგი წმინდა წერილი გვასწავლის რომ ამ პარტავანთა შემოსავს ღმერთი ხო რომ დაბალთა მოსის მადლი აი მადლის წყარო რა არის თავმდაბლობა ხო თუად შენ თავს დაიმდაბლებ და სიმდაბლეს ისწავლი ხო და სწორგზაზე დადგები ამ ხრივ შენ ეგოიზმსაც მოერევი თანაღრძნობასაც ისწავლი და ადამიანით შეგიყვარდება. თუ სიმდაბლეს ვერ მიეჩვია ადამიანი და რაღაცა დარჩა რაღაცნაირად ესე გაგოროზებული და რაღაცა თავისთავი ეგონას უმართალი. რა თქმა უნდა ის ამ ნაკლოვანებებს ვერ მოერევა და სხვისკენაც ვერ გაიხედავს. ანუ საწყისი, აი რაც არის დაუშვათ ძირითადი, რითიც უნდა დაიწყოს ადამიანმა თავის ნაკლებთან ბრძოლა, ნაკლოვან მხარეებთან, ეს არის სიმდაბლე. ანუ საფუძველთა საფუძველი. სიმდაბლე და სინანული ცხადია. აი სიმდაბლის შემდეგ უკვე ღმერთი ადამიანს უკვე ფიქრს გაუჩენს გულში რომ აი თურმე როგორი ყოფილა თურმე რამდენი რამ ყოფილა გამოდერი ამ მქონია მე გამოსასწორებელი ეს რას ვაკეთებდი ამდენი დრო რატომ დავკარგი აქამდე ან აქამდე რატო არ ვცდილობდი ამას და უკვე ნელ-ნელა ადამიანის გულში ჩდება უკვე განცდა უკვე ერთი ნაბიჯია იქამდე რომ მივიდეს და ახსარება თქვა ანუ სინანული ჩნდება ადამიანის გულში და უნდა რომ ეს ყველაფერი როგორც აი დიდ გუდას უატარებსო ადამიანიო ესე წმინდა მამების გამონათქვამია და ძიმე ტვირთი უცბად რომ გადმოიგდო მხრებიდან და მხრებში გაიშალო აი ამას აძლევს ადამიანს სინანული არამ სინანული ვერ ექნება ადამიანს თუ სიმდაბლე ვერ ისწავლა ასე რომ აი სიმდაბლით იწყება გამოსწორება და მე ვფიქრობ რომ აი რაც არის ესე იგი ყველაზე დიდი ნაკლი დღეს კაცობრიობის და რამაც ანგელოზი დაცემული ანგელოზი გახადა ამ პარტავნება აი ყველაზე მძიმე რაც შეიძლება იყოს ხო ცოდვათა შორის იმიტომ რომ თუ ადამიანს ეს ამ პარტავ შეიძლება ადამიანი ხა წმინდა მამები ამბობენ რომ ადამიანი იყოს მრუში მაგრამ შეინანოს და თავის ხორცელნებებს მოერიოს მაგრამ თუ ამ პარტავნებაო სულში შეუვიდა ადამიანსო ძალიან ძნელია და მიუშვა თავი იმისგან ისე ბოჭავს ეს ბოროტება ადამიანს რომ ძალიან ძნელია მე დაინახო შენი თავი რომ ამ პარტავანი ხარ
კი. სხვადასხვა მამო აი ეს ამპარტავნების ისა ეხ თქვენ რასაც ამოთ მამო ეხ აი საქართველოში ძირითადად რა პრობლემაა რომ ის არის რომ ერთმანეთი არ გვიყვარს იმიტომ რომ ამპარტავნები ვართ ერთმანეთს აი ვერ ვხედავთ იმიტომ რომ აღიარება გვიჭირს და ღმერთსაც ვერ ვხედავთ იმიტომ რომ ვერ ვაღიარებთ ჩვენ სისუსტეს ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა ადამიანის რომ შენ სისუსტეს ვერ აღიარებ ვერ ხედავ და ეს მიგიყვარს ჯერ მამა დავითს ვერ აღიარებ მე ვიღაცა სხვას ვერ აღიარებ და მე ბოლოს ღმერთს ვერ აღიარებ მამო აი წარმოგიდგენთ ეგ არის პრობლემა რა რომ აი ჩვენი სიამაყე რა რომ აი ვერ გავერთიანდით თორე აღიარე შედალოცილო ერთ საქმეს ხო ვაკეთებთ არა მამო აი ხაი ნებისმიერი მოიყვანით აი 10 ჟურნალისტი მოვიდეს ხო არავინ არ იტყვის აი რასაკითხშიც არ უნდა აჯობორო ხო შენ ჩემზე ძლიერი ხარ ან შენც კარგი ხარ ანუ ძლიერზე აღარ არის ლაპარაკი აი შენ შეგიძლია გამო სიტყვაზე არ არსებობს ერთმანეთის ზიზღით მამო ხო აი წაილეკა ხო აი ნებისმიერ საერთო საქმეს ფუჭდებას ხო მამო აი ეგეთი რაღაცა წარმოგიდგენთ მამო ეშმაკებს არ აქვს აი ბოროტები როგორ არიან აი ხო აიღებენ მიზანში ტიპს ერთად ებძვიან ნო მოიქონ თავარია და ჩვენ აი ვინც ეკლესიურია სიტყვაზე ვინც სიტყვაზე ადამიანია და აი ღვთისშვილი არის ხო და რაღაცა წარმოგიდგენ მამო მაინც ერთმანეთი გვეზიზღება მაინც ერთმანეთი და ჩვენ ვიწოდებით ღვთისშვილება და მაგიტომ მე ვერ ვარ ღვთისშვილები და ძალიან ცუდი ის გვაქვს რა ქვია სტარტი გვაქვს და ბოლოს ძალიან ცუდი იქნება და არ შეიძლება ის რომ გვჭირდება ბეჭდვი გვჭირდება რომ აი მართლაც დავდგეთ როგორც მორწმუნეები იმიტომ რა თქმა უნდა ჩვენ ბევრი ტაძრები გაიხსნა აპატი ძალიან დიდი ერთ სიტყვია ხო ეკლესიურ სფეროში ვარ სიტყვაზე მაგარი სხვა ჟურნალისტი არავის არ ვედრები საერთოდ ღმერთმა ყველა კარგად ამყოფს და ყველა ჩემზე მაგარი არის და იყოს და იყვნენ არ არის პრობლემა აი თვითონ ეკლესიაში აი შეიძლება ვიღაცა ეკლესიურ ერთ საქმეს ვაკეთებთ რა აი მეც სიტყვაზე მინდა რომ ვიღაცა ნინო გადარჩეს და იმასაც რო კითხო უნდა რომ ვიღაცა გადარჩეს ხო სიტყვაზე და ცხონდეთ ჩვენ ერთი მისია გვაქვს ძუთ რო სიტყვაზე მე გამომივა და იმას არ გამოუვიდა ან იმასაც გამოვიდა მაგრამ მეც გამომივიდა აი რატო შედალოცო ერთ ომში ვარ ჩართული ხო ბოროტის წინავე არა მამაო წარმოგიდგენ ამ ხელასი ბოროტი ეხა ყურებ ხოლმე ტელეფონში მაგალითად გავაზიარე ხო მე ჩემი სეგმენტი და ძალიან ბევრი ხალხი მყავს ისედაც იმდენი ადამიანები ის მოწონება და რაღაც ეხა ძალიან იშვიათად ერთი მღვდლის სურათს დადებ და მსხვერპლმა მოიწონოს მაგალითად რა არა ამ დროს რაღაცა ის არის რა რომ აი ერთნაირად უნდა ვიყოთ ერთად პირიქით უნდა მიხაროდეს ეხა აი მამა გიორგი თევდოროშის აქვს ხოლმე რომ დაწერს აი წარმატებული გადაცემა წარმატებული ის აი არა აქვს აი ვიღაცა შეგხვდება გეტყვის რომ აი მამა დავითი მოგყავდა ხო მე არ მოგყავა რაღაც ისეთ პრეტენზია სიტყვაზე რატო შედალოცილო ხო ერთი ვართ ხო აი ეს მამაო რატაი რა გჭირს მამაო ეს ბავშვური ეგოიზმია თუ რა ხიბლი არის ესეთი მამაო ეს არის ერთგვარი ის არის რომ აი თავის გამოჩენის სურვილი ჩემი აზრით რაღაც პოპულიზმს დავარქმევ მე ამას ეს თანამედროვე სენია ჩვენი რომ ყველას უნდა რომ გამოჩნდეს რაღაც ისე და ეხა ნუ როცა არის ამის დრო რა თქმა უნდა თვითონ გამოგაჩენს ცხოვრებაც და ღმერთი ცინებებს რომ შენ გამოჩნდე და ხა ხელოვნური არაფერი არ ვარგა ხო რაღაცა ვიღაცის ჯიბზე რომ მოდი მეც ვიყო იქ რაღაცის რო იქ არის მაგით საქმე ფუჭდება უფრო ჩემი აზრით და შენც არ გეთვლება კარგ ტონად ეს ხო ეგრეა იმიტომ არ ჩანს ლამაზად არ ჩანს ეს ყველაფერი და მე საზოგადოება კიდე ესეთი ის არის სარკესავით ეს ყველაფერი გრძნობა რაც არის დავშოთ ბუნებრივი და რაც არის ხელოვნური ხო ხო, იმიტომ რომ ის ახლა თუ საჭიროა, სადაც საჭიროა, შენის თუ რა და სხვა მთქოს კაცო და ჩემზე კარგად ვინც იტყვის. იმას შემოვევლები, რა თქმა უნდა, ხო? სულ არსად არ მიმიწვიონ მე და დაუშვათ ჩემზე ჭკვიანი ადამიანები დასხდნენ იქ და რაღაცა ქვეყნისთვის და ერისთვის და ეკლესიისთვის საჭირო საკითხები გადაიჭრას. ჩვენ ვალდებულები ვართ გვერდში დავდგეთ და იმიტომ რომ მეც მინდოდა და მე რატო არ მათქვევინეთ. შურმა შეიპყრო ერი უსწავლელი. როცა საჭიროა მოვა ჩვენი დროც არ არის საჭირო შენ შეგიძლია რომ დავუშვათ თუ არის ჩვენზე და რამდენი არის ხო ჩვენზე ჭკვიანი ადამიანები ჩვენზე ჭკვიანი მოძღვრები ჩვენზე ნაკითხები რა თქმა უნდა ხო და იოანე ოქროპირი თუ ამობდა რომ ყველაზე ის არის ცოდვილთაგან ყველაზე ბოლო ცოდვილი ვარო და რომელთაგან პირველი მე ვარო წარმოვიდგინე ეხა როგორ შეიძლება რომ ვინმე თქვას მე ვინმეზე მეტი ვარ ყოველ პირიქით მე მაგალითად თუ ამობ რომ ყველაზე რა ვიცი ეხა მე ყველა მოძღვარი და მღვდელი ჩემზე ნაკითხი და ჩემზე ჭკვიანია. და როცა იქნება დრო რომ დავუშვათ ვინც ჩემზე ჭკვიანურ რაღაცას იტყვის და კარგ განმარტებას გააკეთებს, ხო, როგორ შეიძლება რომ მე დავუშვათ იმ რაღაც მე რატო არა ვთქვის და იმან თქვა, ნეტამ ეგრე იყოს. თავარია რომ ჩვენ
ერთმანეთი დავინახოთ და ერთმანეთს დავუდგეთ აღიარება მამო აღიაროთ დიახ აღიარება რომ რამ არის ადამიანი რომ ეხა მაგალითად აი აღიარება იოანე ნათლისმცემელი გონა ხალხს ქრისტე ხო რამ ხელას თუნებაში იყო წარმოიდგინეთ სანამ მაცხვარი გამოჩნდებოდა ქადაგების ასპარეზზე ხო ვიცით ჩვენ წინა სახარებიდან რომ ქადაგებდა იოანე ნათლისმცემელს მოამზადა ეს ერი მათი გაუხეშებული შინაგანი სამყარო ქრისტეს მისაღებად იმიტომ ქვია წინამორბედი მაგრამ ხარ ყველას ძალიან დიდ ნაწილს ებრაელებს იოანე ნათლისმცემელი ეგონა ქრისტე მაგრამ რას ამბობს იონეს მე არა ვარ მოდის ჩემზე უძლიერესი ხო რომის ხამლთა იმის ტვირთვის ღირსი არა ვარ ამბობს ხო შეეძახა შეეფერებინა და ეთქვა რომ აი მე მაგარი მქადაგებელი ვარ არა მე რას ვაკეთებ არა და იყო რა თქმა უნდა ხო მაცხვარი აბზანებს იოანე ნათლისმცემელი დედათა შორის ნაშობთა შორის უპირატესი არ შობილა ვიდრე იოანე ნათლისმცემელიო ხო და ძალიან დიდი მაგალითები გვაქვს ჩემო ძვირფასებო იმისთვის რომ ჩვენ არ გვეგონოს ჩვენი თავი ვიღაც პირიქით ესე უნდა იფიქროს ღირსეულმა ადამიანმა რომ აი პატარა ბავშვი შეიძლება 3 წლის ბავშვი მეც ჭკვიანი რაღაცა თქვა რომ კარგი რაღაცა თქვა ამ ბავშვმა ხო ის იმისი მიიღო და მე შენ ღმერთ უკეთეს ნიჭებს გაგიხსნის ხო თან მამო სტიმული რო ხარ სხვისთვის ამაგარი ეხლა და აქ მამო სტიმულის მოცემა ეზარება საქართველოში აი რაღაცა ხო თბილიერია რაღაცა ვითომ რაღაცა მაგარი ჯიგრები და რაღაცა და აი ხო აი ეგ არის რა ეგ მომენტი არის აი სტიმულს ვერ იმაშვებია რა აი რაღაცაერთ მიდიხარ და შეიძლება შენ რაღაცა რო ვიღაცას მოუყვე აი რა ბედნიერი ვარ ის მოხდა უზად სახეებს გადახედო და არავის არ ხარია და ანუ ბოლოს მე მარტო იკეტება ადამიანი ხო ეგ არის რა კიდევ კაი რაღაცაერთ ის ალხინის გაზიარება ქვია მაგას ჩვენ ხო ვიცით აი ვამბობთ ესე ნათქვამს აი ჭირი უნდა გავიჭირის გაზიარება და რაღაცა მე ვფიქრობ უფრო დიდი ვაჟკაცობა ალხინის გაზიარება თორე ჭიში ყველა მედის და ხელს ართვებს და ზოგ შეიძლება უხარია კიდევაც ფარულად ნახე ამას ეს რომ მოუვიდა ხო კი მაგრამ აბა მოდის ხვის სიხარული შენ სიხართ მიიჩნიე როგორია ძალიან აი ეს თუ და ეს არის ზუსტად რომ ჩვენ დედა ეკლესია ამას გვასწავლის ესე იგი მოხარულთან მოხარული უნდა იყო და ესე მოტირალთან უნდა შენ შეგეძლოს თანაგრძნობის გამოხატვა ეს არის აბა თანაგრძნობა თუ არა თანაგრძნობა თუ დაიკარგა მაშინ ქრისტიანობა უკვე იკარგება და მთავარი ღირებულება ჩვენი რა არის თანაგრძნობა ხო რაც გვასწავლა მაცხოვარმა რაც გვასწავლეს წმინდა მამებმა აბა ყველაზე დიდი და ეს დაკარგა აი ყველაზე მაგა აი ყველაზე ცუდი რაც არის ხა ჩვენ რო ვიბძვით რაღაცა ის არა ისა ჩვენ ერთმანეთს ელემენტად ადამიანს ვთქვი როგორ ახარ აი ისე მოიკითხო ყურადღება გამოიჩინო აი დაკრიფო ტელეფონ ადამიანს და როგორ ახარ აი ესეც საკმარისი ერთი სიტყვითაც შეიძლება ადამიანს ხალისი გამოუკეთო რაღაცა ხალისის ნიჭი გავსურვილი გაუჩინო რომ აი მის მარტო არ არის ვიღაცას ახსოვს ისა მეხსიერება აუ რამდენი წელიწად 2017 წელს გიორგი ვიყავით ათონზე აი მეუფე ნიკოლოსთან ერთად მამები ვიყავით ეგ ქონდა ჩვენ შეხვედრა იმაში რა ქვია დოხიარის მონასტრის წინამძღოლთან გარდაცვლილია მისი ქადაგებები დევს YouTube-ზე მამა გრიგოლ ზუმისი არქიმანდრიტ რომელსაც დიაბეტი ქონდა და ესეთი რაღაცა გითხარო მოკლედო აი მრევლიო ხო ყავთო თქვენ ყველასო და დაუშვათო რომ გავა ორი კვირაო და ერთ-ერთი მრევლის წევრი არ გამოჩნდებაო ტაძარშიო თქვენ თვითონ მოიკითხეთო და მიდითო მათთან სახს სეფისკვერი წაუგეთო ერლოდო თუ ისოდის მოვაო იქნება ის ვერ გიბედავთო და რაღაც ერიდება რომ აი ხო არის ზოგჯერ აი არ მიდივლით ხარი არ მივლია და აი მოძღვარი როგორ შემხვდება ხო ამიტომ აი ეს ყურადღება ჩვენგან უნდა აი რომელმა ნაღიმაღლოს თავითვისი ხო იგი რომელმა დაიმდაბლოს თავითვისი იგი ამაღლდეს და როდესაც ისინი მაგალითს უპირატესისგან დაინახავენ აი ამ სიმდაბლის ხო ერთსაც გადამდები იქნება ხო ან ბევრი რამეა დამოკიდებული იმ ადამიანების ქცევაზე ვისაც მეტი მიეცა ღვთისგან ეს მის აი რა ხდებოდა საზოგადოება ხო არის რაღაც ფენებად დაყოფილი ხო ბუნებრივია რომ მაგალითად მოსწავლე უყურეს მასწავლებლის მოქმედებას და უშუალოდ მრევლი უყურეს მოძღვრის მოქმედებას მოძღვარი უყურეს მდელთავრის მოქმედებას ხო როცა აი ამ ყველაფრის მაგალითები თანადგომისა თანაგრძნობისა სიმდაბლისა აი რა ჩამოვთვალეთ ჩვენ ეს ნიჭები ასე ვთქვათ ხო ხედავ აი ზემდგომი ადამიანისაგან რომელიცაც შენ მაგალითი უნდა მოგცეს შენს ბაძავ იმას და შენს უფლებ მაგრამ როცა აი დავუშვათ სხვა რაღაცებს ხედავ მე ადამიანებში გადადის ეს და მე თვითცილობს რომ აი
შეიძლება ბუნებით იყოს თვითონ ისეთი, მაგრამ იკეტება, იმიტომ იქ ვერ მიიღო რაღაცა მაგალითი, რომ მიაჩნდა ვიღაცა თავის ასე ვთქვათ, ცხოვრების ლაგეზად იმ ადამიანისგან ვერ მიიღო ვერაფერი და მე იმედი გაუცოდათ, მე თვითონაც რაღაცა ეს ჩაეკეტა შინაგანი სამყარო და აი ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია ყველაფერს. ყველა ადამიანზე დაუშვათ, აი ვინც წინ არის, ასე ვთქვათ, რაღაცით წინ არის. ხა ვავალყო წინა და უკანანი წინა, ხო? რაღაცი წინა ხარ შე. რაღაცა ჩააბარა. აი რაღაცა ჩაბარებული, რაღაცა მნიშვნელოვანი, რაღაცა დარგი, ან რა. აი შენ უნდა იყო ამ ყველაფრის როგორ გითხარი, მაგალითის მიმცემი, თორე მარტო ეხა ის კი არა უხემძღვანელო ამ ყველაფერს. აი თვითონ ადამიანურათაც რომ შენი თანამშრომელი გიყვარდეს მაგალითად. იმის მდგომარეობაში შეხვიდე. აი უთხარ, მოდი გიჭირს რაღაცა, მოდი მაგათაც შენ მაგალითად მე ვიქნები და რაღაც წადი გაანთავისუფლო ადრე და ის კი რაღაც გამოჭერა კი რომ აი სამსახურშად დააგვიანე და რაღაცა. ხო, ეს რაღაცა გაუშე, მაგალითად ნექტარიოს ეგინელი, წმინდა ნექტარიოსი. რას აკეთებდა, ხო ვიცით მისი ცხოვრება, ხო? იმ თავის საღვთისმეტყველო სასწაულსაც მოძღვრები იზრდებოდნენ. ვიცით თქვენ ეს ისტორია ყველა მიცის ტელემაყურებლებმაც იცის რომ ის ადამიანი ავად გახდა მოკლედ დამლაგებელი გახდა ავად და შემოვიდა ესე იგი ვინც იყო კეთილმოწესი ამ სასწაულებელს და უთხრა რომ მოკლედო ძალიან ისეთი ანტისანი და სხვა მოვიყვანოთო რა და არაო და თვითონ მოდიოდა დილით 6 საათზე სანამ სამუშაო საათები და თვითონ ალაგებდა ტუალეტებს თვითონ ხეხავდა და მე ეს კაცი რომ გამოვიდა სამსახურში განიკურნა და გამოვიდა სამსახურში. ცრემლებით ფეხებში ჩაუვარდა და უთხრა რომ მადლობა მეუფევრო, სამსახური არ დამაკარგინეთ, თქვენ შემინაჩუნეთ სამსახურიო. ხო შეეძლოთ თქვა რომ ვერ დადის ადამიანი სამსახურში და სხვა მოვიყვანოთ. მაშინ სამსახურს დაკარგავთ, მაგრამ ნახე. ადგა და იტვირთა. ანუ ტვირთვა. აი მივადექით კიდე ერთვისებას. ტვირთვა. ტვირთვა ხდება უკვე შემდგომი ეტაპია. სიმძიმეს ტვირთვა. ხო, ტვირთვა, ურთიერთას რაღაცის მე იმისი ვიტვირთო იმან ჩემი ხო აი ეს არის საზოგადოება ამით უნდა გავიდეს ფონს ამით უნდა მივიდეთ ჩვენ ქრისტესთან და აქამდე რომ მივიდეთ რა თქმა უნდა ჯერ აქედან სიმდაბლით უნდა დავიწყოთ საკუთარი თავის შეცნობით უნდა დავიწყოთ ერთმანეთი დავინახოთ ჯერ კარგად ავწიოთ თავი და დავინახოთ და მე უკვე ნელ-ნელა ვისწავლოთ შეხედებაც თანაგრძნობაც და ტვირთვა მე უკვე აი ტვირთვამდე თუ მივიდა ქრისტიანდა ეს ისწავლა უკვე ის სწორგზა ის უკვე ის არის პირდაპირ ქრისტეს მიმდევარი და ქრისტე იყო ჩვენი ყველა სიმძიმის ტვირთველი დიდი მადლობა მამა ესეთი ლამაზი საუბრისათვის. მამა 4 წუთი დარჩა ბოლო და კიდე რას დამატებთ, იმიტომ აი ხა თქვენ რასაც ამოთქვას, სხვისი დანახვა. არის პირველ რიგში შენ რაში დაგეხმარება, რომ მე შენ თავს ხედავ როგორც მე თან სხვისი აღიარებით, მამა შედგები შენ. აი სხვას რო აღიარებ, ის მაგარია, ხო? შენ შედგები, იმიტომ როგორც მსმენელი დამნახველი ამ ყველაფრის და თან კიდე მამა ის არის კარგი რომ იმისთვის ხარ ძალიან დიდი სტიმული და ეს აღარ არის მამა ადამიანებში. აი სამწუხაროდ ჩვენ და აი რა ცოტა ვიყავი და ამან მოგვიყვანა აქამდე მამა სხვისმა დაანახვა და ამის სხვისი დამნახველი აუცილებლად ღმერთსაც დაინახავს. მის ცოდვებს დაინახავს და მოინანიებს და ბოლოს ცხონდება საბოლოო რა მისიაც არის. ხო, მაგრამ ჩვენ აი ეს მომენტი უბრალოდ გაგვიქრო ბოროტმა სამწუხაროდ ჩვენ და რაღაცა ის შურის სახით რაღაცა შემოვიდა, რომელიც სხვას არ გვაღიარებინებს. სამწუხაროდ ჩვენ და მამაო და იმიტომ აი ეს ქრისტიანი რო ქვია, წყალებში და მოწყენილი რო დადიხა არაფერი არ გახარებს, იმიტომ არა ეს ხვისი კაი რომ ადამიანი შეიძლება წარმოიდგინე ადამიანი უძლური იყოს ეტლში იჯდეს მაგალითად და სხვისი სიკეთე უხაროდეს. წარმოიდგინე და აქ დღეს რაზეა ლაპარაკი ჯამთველი სახსალამთი ადამიანის სიკეთის განიცდის პირიქით და მე რატო არ მყავს მე რატო არ მაქვს ამასატო უმართლებს და ასე შემდეგ ხო წარმოიდგინეთ და ესეთი რაღაცა სამწუხაროდ ჩვენ და მამა რას დაამატებთ კიდე და დაგემშვიდობებით რა მე მინდა რომ ჩემ ქვეყანას ჩემ ძვირფას ქართველებს დაიმარა ქართველებსაც ცხადია ვინც სამშობლოში ცხოვრობენ ჩემ ემიგრანტებს აი თქვენ თავიდან ემიგრანტები დაიწყეთ და მე განსაკუთრებით მოვეფერო ჩვენ ემიგრანტებს რომლებიც ძალიან მძიმე შრომაში არიან რომ ჩვენ ერთი ქვეყანა გვაქვს ჩემო ძვირფასებო ერთი სამშობლო მოგცა ღმერთმა და ჩვენ უნდა ვიყოთ ქრისტეს და ჩვენი ძვირფასი საქართველოს ერთგულები როგორც ჩვენ წინაპრებს გულში ქონდათ ამოჭრილი ორი სიტყვა ქრისტე და საქართველო აი ესე უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების წესითაც აი ამ ორი დიდი საუნჯის სახურება და ეს რო შევძლოთ ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ვიყოთ პირველ რიგში კარგი ქრისტიანები, განათლებულები, ნაკითხები და ძალიან გვიყვარდეს ჩვენი საფიცარი ქვეყანა და როგორც მისი უწმინდესობა გვაკურთხებს ჩვენს გარშემო პატარა დიდგორი და ბასიანი მოვიქოთ.
და არ დაუთმოთ მტერს ჩვენი სამშობლო, ჩვენი მიწაწყალი, რომელიც ძალიან პატარაა და არც ერთი გოჯი მიწა დასათმობი არ აგვაქვს ჩვენ. არავის არ დაუთმობთ, გინდა არაბი იყოს, გინდა მონღოლი იყოს, გინდა ინდოელი იყოს, გინდა რუსი იყოს, არა აქვს მნიშვნელობა. ზუსტად. ჩვენი მიწაწყალი გვაქვს გასაფრთხილებელი და ჩვენი სულიერება და ის ფასეულობები და ღირებულებები, რამაც დღეს ჩვენი სამშობლო აქამდე მოიყვანა, ასე რომ ამას მსახურებდეთ და აქეთკენ ვიაროთ ჩემო ძვირფასო ქართველებო. ძალიან დიდი მადლობა მამო, ისეთი ლამაზი და ისეთი მართალი სიტყვისაც ხოთაშურსაც ვილაპარაკეთ, ყველაზე მაგარი ბოლო ერთ წუთში შატეთ, ყველაფერი ძალიან დიდი მადლობა. მე სპეციალურად არ ვიხებოდი ამ თემას, რა თქმა უნდა, ჩვენ აი როგორი რაღაცა ეგ არის, რომ აი ზუსტად აი ჩვენ კი არ უნდა ნახეთ აი შური რასაკეთებს, აი ვიღაცას არ მოგწონთ სიტყვაზე ნებისმიერი მთავრობა იქნება მხედრო, ვინც არ უნდა იყოს. აი შეიძლება წარმოიდგინეთ ახლა არაბები რო შემოვიდნენ და რაღაცა ცუდი მოხდეს და ეს იყოს მარცხი ჩვენი ხელისუფლებისათვის, ხო? გაიხაროთ ამით. აი ეგ არის, აი ამიტომ უნდა სხვისი სიკეთე გიხაროთ, იმიტომ რომ ამით სამშობლო მიხვდით სამშობლოსთან ასოცირდება, მათი მარცხი არის ჩვენი სამშობლოს დამარცხება და აი ამიტომ არ უნდა გვიხაროდეს, რომ ეს თუ მაგათ შეეშლება და ეს თუ არ გამოვა, მიხვდით? ან ეს თუ მათ დაამარცხებთ. აი ეგ არის, რომ მათი დამარცხება, იგივე ჩვენი დამარცხება უნდა იყოს. მიხვდით, აი ჩვენ ეს ერთობა დავკარგეთ რა, აი გეფიცებით, აი ყველაზე მაგრა გამოვიდეს დღევანდელ ხელისუფლებას მთელი სახელმწიფოს წარმართვა. ბედნიერი ვიქნები და ყოველთვის სტაჟ დაუკრავ ნეტა, იმიტომ რომ ჩემი საქართველო წარემატება. რა თქმა უნდა, ამაში მე ეჭვი არ მეპარება, თუ გამოვად, ნებისმიერი ხელისუფალი რომ მოვა, ნეტა იმას გამოვიდეს, იმიტომ რომ აი ეს არ გვესმის ჩვენ რომ მე რო ვიღაცა შეიძლება არ მომწონდეს როგორც რაღაცა, რომელიღაცა საჯარო მოხელე თუ ვიღაცა, იმას რომ არ გამოუვა, ეს საქართველოს დამარცხება და ეს როგორ უნდა გაგიხარდეს, ხო? ის შეიძლება არ იყოს შენთვის მისაღები პიროვნება, მაგრამ საქართველოს დამარცხება როგორ უნდა, აი ამაზე მაღლა უნდა დავდგეთ, ჩვენი პიროვნული გვერდზე უნდა გადავდოთ და ის საერთო იდეა არ უნდა დავაზარალოთ და დავაზიანოთ. დიდი მადლობა მამა დავით, უღრმეს მადლობას მოგახსენეთ. ბედნიერებას გისურვებთ, ყველაფერი კარგს გისურვებთ და მართლა დავიცვათ, აი ჩვენი წილი საქართველო დავიცვათ, მთავარია და ყველაფერი იქნება კარგად. მე ვფიქრობ, რომ ვინც ფიქრობს, რომ აი არაბები შემოვლენ რას მოგვერევიან, რაღაცა, ეს არის უდიდესი სიბოროტე, ღვთის გმობა არის, იმიტომ რომ პირველ რიგში ხიბლში ხარ, იმიტომ რომ შენ წინასწარ არაფერი არ იცი. ამით რა მოგვივა, ჩვენ ჯერ ესეც მოგვივა, მაგრამ აი სიტყვაზე არ იცი, ხო? ამხელა ხიბლში და ამხელა სიბოროტეში ხარ, რომ შენ დასკვნასდებს. დასკვნის დადება არის ყველაზე დიდი სიბოროტე იცოდეთ. კარგად ზანდებოდეთ, აი ქრისტესთან, აი დასკვნის დამდები წინასწარ არასოდეს არ არის ახლოს, იმიტომ რომ ის არის ხიბლში და ის არის ძალიან დიდი პრობლემის ქვეშ. აი ძალიან და სიბოროტეა ყველაზე მთავარია, რაც ეს რომ აი ხიბლია გარდა იმისა, რომ ამის უკან შეიძლება რაღაცა მატერიალური სარგებელი ქონდეს და ეს არ არის სწორი. ჩვენი მიწა არ ფასდება, აი ზეცის დონის არის და არ ფასდება, მთელი გოჯები არის სისხლით გაბერილი და ასე რომ კარგად ზანდებოდეთ დროებით, ბედნიერებას გისურვებთ. არ უნდა მეთქვა ეს თემა, მაგრამ მაინც გადავწყვეტ. ყველაფერს სიკეთეს გისურვებთ, პატიმრებს განსაკუთრებით მოგიკითხავთ, ყველაფერს სიკეთეს გისურვებთ და მადლობა. კარგად ზანდებოდეთ მამა დავით, დიდ მადლობას მოგახსენებთ. ორშაბათს დაგიმუნდებით 7:09 და ეს გადაცემები გავა კვირას საღამოს 7:09-დან. კარგად ზანდებოდეთ დროებით.